მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2021 წელი მეორე ვარიანტი ამოცანა ნომერი 26. ხევით კონტურში მაქსიმალური დენის ძალაა I0. რის ტოლი იქნება დენის ძალა იმ მომენტში, როდესაც კოჭას ენერგია კონდენსატორის ენერგიაზე 3-ჯერ მეტი იქნებაო. გვეკითხებიან, ჩავწეროთ მოცემულობა. მოცემულობით გვითხეთ ჩვენ რომ მაქსიმალური დენის ძალა I მაქსიმალური ტოლი არისო I0-ის და როდესაც ჩვენ გვაინტერესებს დენის ძალა იმ მომენტში, როდესაც კოჭას ენერგია კონდენსატორის ენერგიაზე 3-ჯერ მეტია და მოდი ასე მოვიქცეთ. W ენერგია კონდენსატორის ავნიშნოთ W-ით ასე. და რადგანაც გითხრეს რომ კოჭას ენერგია, ესე იგი W კოჭას ენერგია კონდენსატორის ენერგიაზე 3-ჯერ მეტიაო და კონდენსატორის ენერგია W-ით ავნიშნოთ, მაშინ ეს 3W გამოდის. ასე. და გვეკითხებიან დენის ძალას. დენის ძალას აი სწორედ მაგ მომენტებში ის გვეკითხებიან. კარგით, ახლა მოდით წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რა გვაქვს, ავიღოთ კონდენსატორი, ასე. ხევითი კონტური რო დავხატოთ, ესე იგი ეს არის კონდენსატორი, შემდეგ აქ გვაქვს ინდუქტიურობის კოჭა, ხო? აი ასე. ასე ბატონო ჩემო. ეს არის კონდენსატორი, ეს არის კოჭა და ეხლა რა ხდება? ჩვენ რო ჩავწეროთ ეხლა პირველ რიგში სრული მექანიკური ენერგიის შენახვის კანონი რო ჩავწეროთ, ესე იგი სრული ენერგია W სრული იქნება ცალკე კონდენსატორის და ცალკე კოჭის ენერგიების ჯამი. ეს იქნება W კონდენსატორს დამატებული W კოჭა. ეს ტოლი იქნება W კონდენსატორი არის W თვითონ, დამატებული W კოჭა არის 3W. ეს გამოგვდის 4W და ეხლა დავაკვირდეთ რა სიტუაცია გვაქვს. ეხლა თავიდან მთლიანი ენერგია თავმოყრილი არის, ანუ მუხტი მთლიანი რაღაც მომენტში დაგროვილი არის კონდენსატორში და შემდეგ რაღაც დროის შემდეგ ეს მთლიანი ენერგია ან ნაწილდება, ან სხვა სიტყვებით, ეს ენერგიის კანონი უნდა შესრულდეს, რა თქმა უნდა, მაშინაც, როცა ეს ენერგია კონდენსატორში მაქსიმალურია, შესაბამისად კონდენსატორში როდესაც მთლიანი მუხტი არის მოქცეული, ამ დროს კოჭის ენერგია ნულის ტოლია. ხოლო დენის ძალა როცა მაქსიმალური არის, ანუ ამ შემთხვევაში, როდესაც დენის ძალა მაქსიმალური გვაქვს, ამ დროს პირიქით კოჭის ენერგია არის მაქსიმალური და კონდენსატორის ენერგია ნულის ტოლი არის. ანუ ამით რისი თქმა გვინდა ჩვენ? ესე იგი გამოგვდის ჩვენ რომ როდესაც დენის ძალა მაქსიმალურია, ამ დროს W კოჭა ტოლი არის თავის მხრივ L I მაქსიმალური კვადრატ ნახევრის. დავითვალისწინოთ რომ I მაქსიმალური I0-ის ტოლია აქ, მოდით მოცემულობით აქ დავწეროთ I0 და ეს ტოლი არის კიდე ამას რო დავუმატოთ ჩვენა, W კონდენსატორი, ხო? მივიღებთ სრულ ენერგიას, ხო? W სრულს. მაგრამ როდესაც დენის ძალა მაქსიმალური არის, კონდენსატორის ენერგია ნულის ტოლი არის. ამიტომ შეგვიძლია ეს არ გავითვალისწინოთ, შესაბამისად დაგვრჩება სრული ენერგია. ესე იგი, რომელიც ტოლი არის თავის მხრივ ზემოთ უხედავთ 4W-ს. კი ბატონო, ახლა მეორე მხრივ, როდესაც დენის ძალა არის ის ტოლი, მაგ მომენტში რა გვექნება, ესე იგი, ჩვენ გვექნება W კოჭის, ამ დროს კიდე არის L I კვადრატ ნახევრის, რომელიც პირობით 3W-ს ტოლი არის, ხო? 3W-ია ეს. და მოდი ავდგეთ ახლა და ზედა განტოლება, ამ პირიქით, ქვედა განტოლება გავყოთ ზედაზე, რას მივიღებთ, აბა შევხედოთ. ესე იგი 3W-ზე თუ გავყოთ 4W-ზე, ეს ტოლი გამოგვივა L კვადრატ ნახევარი კოჭის ენერგია, გაყოფილი ანუ გამრავლებული, ორი შეფარდებული L I0 კვადრატზე. L-ები წაგვივიდა, 2-ები წაგვივიდა, W-ები წაგვივიდა და რა დავჭა. ეს უდრის I კვადრატი შეფარდებული I0 კვადრატთან. საიდანაც რა გამოგვდის ჩვენ? საიდანაც ჩვენ გამოგვდის რომ I კვადრატი შეფარდებული I0 კვადრატთან ტოლი არის 3/4-ის და მოდი ეს კვადრატი ერთთლიანად რო დავწეროთ, აი ასე დავწეროთ ბარემ და ამოვიღოთ ახლა ორივე მხარეს ფესვი. მარცხნივ დაგვრჩება I შეფარდებული I0-თან, ეს ტოლი არის ფესვი 3/4-დან. ეს თავისუფლი ტოლი გამოგვდის ფესვი 3 შეფარდებული 2-თან, აქედან კი შეგვიძლია გავსწრო საძიებელი დენი I ტოლი იქნება ფესვი 3 შეფარდებული 2-თან გამრავლებული I0-ზე. ასე ბატონო ჩემო, ესე იგი ჩვენ რა გამოგვივიდა პასუხი? პასუხი გამოგვივიდა E.